უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. ტყვე დაყვანილი ჯარისკაცები სტამბოლის შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. სამშობლოს დაუბრუნდნენ 25 წლამდე ასაკის ჯარისკაცები. ასევე ისინი, ვინც დაჭრილი იყვნენ, ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. გათავისუფლებულთა უმეტესობა 3 წელზე მეტი რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა. ბევრი მათგანი 2022 წელს მარიუპოლის დაცვის დროს დაატყვევეს. უკრაინაში სამხედრო ტყვეებისა და დაკარგული ჯარისკაცების ოჯახის წევრები საავადმყოფოს მახლობლად შეიკრიბნენ იმედით, რომ საყვარელ ადამიანებს იხილავდნენ, ან მათ შესახებ ინფორმაციას მაინც მიიღებდნენ. 53 წლის სვეტლანა ნოსალის ქმარი ვიქტორი 38 თვის წინ მარიუპოლში დაატყვევეს. ნამდვილი ბედნიერებაა, როცა საყვარელ ადამიანს ეხუტები, როცა მას ხვდები, ეს დიდი სიხარულია. არ ვიცი როგორ გადმოვცე ჩემი ემოცია, ძალიან ბედნიერი ვარ. სამშობლოში დაბრუნებულთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 24 წლისაა. იგი 21 წლის ასაკში მარიუპოლში აიყვანეს ტყვედ. ჩემი მეუღლე მიკოლა ზავაცკი თითქმის 18 თვის წინ დაიკარგა დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის სოფელ ბოგდანივკაში. რწმენას არ ვკარგავთ, მოუთმენლად ველით. გაცვლის ყოველი პროცესის დროს ჩამოვდივართ და ველით. გვჯერა, გვიყვარს, ვლოცლობთ, არა მხოლოდ მისთვის, არამედ ყველა დაკარგული ჯარისკაცისთვის და მათთვისაც, ვინც ჩვენ სამშობლოს იცავს. რუსეთი და უკრაინა ტყვეთა გაცვლის შემდეგ ეტაპს უახლოეს პერიოდშიც გეგმავენ.